ღმერთო ჩემო. ეს რა ჯანდაბაა. ეს რა ჯანდაბაა. იმ ჩინელმა ავადმყოფმა ყუთში ჩადო აი ეს რაღაც. რომელშიც ძალიან დიდი ალბათობით ჩაამონტაჟა ან მოსასმენი, ან რაიმე სათვალთვალო აპარატი. რამდენად ფსიქიურად შეშლილი უნდა იყოს ადამიანი, რომ ჩინეთიდან აი ეს გაუგზავნო ვიღაცას, აი ეს ნაგვები და შიგნით ჩაუდო მოსასმენი აპარატი. ჩვეულებრივი ავადმყოფი სტალკერია, რომელსაც ურჩივლებ პოლიციაში, იმიტომ რომ ეს ყველაფერი ესე ვერ დარჩება. პირველ რიგში მე დამაზიანა ძალიან მენტალურად. თან აბსოლუტურად ყველაფერს უსვამს აი რაღაც შავ რაღაცას, რომ ვერაფერი ვერ გაიგო, ვინ ანსა რომელი ქვეყნიდან გამოგზავნა, ან ეს საერთოდ რა ბრენდის ტელეფონია. არც ერთვება. ამ წამს ვნახე მოუწერია ჩემთვის ბოლო შეტყობინებაზე, მეუბნება რომ დიდი იმედი მაქვს მიიღე ჩემი ამანათიო და მოგეწონება ის საჩუქარი, რომელსაც ჯერ ვერ ხედავო. მე მგონია რომ ეს უკვე აბსოლუტურად ყველანაირი სახის საზღვრებს ცდება და აუცილებლად უნდა გაიგოს ეს ამბავი პოლიციამ. ვერ მოვისვენებ იქამდე, სანამ მეცოდინება რომ ჩემს სახლში არსებობს ისეთი ნივთი, რომელიც იწერს აბსოლუტურად ყველაფერს, რასაც ვლაპარაკობ. მიუხედავად იმისა, რომ მამა ჩემმა მირჩია ხელი არც ერთი ნივთისთვის არ მომეკიდებინა იქამდე, სანამ ამას პოლიცია არ ნახავ და მე ამას ვერ მოვითმე.